Ყველას მოგესალმებით, ჩემოძირფასება მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. ჩემო კარგებო, პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყო თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა ლაიქისთვის, კომენტარის ავტორებს, პირადში რომ წერთ ესეთ თბილ სიტყვებს. აი ვისაც როგორ შეუძლია ყოველდღიური კონტაქტი თითქმის ხო შეძლებს დაგვარად ყოველთვის რა თქმა უნდა ვერ ვიცლი, მაგრამ როგორც კი ვნახულობ, ყველას პასუხს ვცემ ხოლმე აუცილებლად. განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ ყველას და მოკლედ აუცილებლად ვინც კი ჩამოდის ხოლმე, თითქმის ყველა გავიცანი და ყოველთვის ესე ხდება და აი მართლა მიხარი ხართ, აი მართლა და რა თქმა უნდა აქ მაცხოვრებლებსაც არ გაიგოთ, ეხა უბრალოდ ემიგრანტები მოწყვეტილები ყველაფერს სამშობლოს, ბუნებას, ხალხს, გემრიელ ქართულ საჭმელს, ხო, ეხა კი იქაც აკეთებთ ხოლმე, ვიცი, მაგრამ მაინც ეხა სადაქაური, ხო? ამიტომ მე ვიცი, საერთოდ რას განიცდის ემიგრაციაში მყოფი ადამიანი. ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი საჯარო გაშლა კონკრეტულად გრძნობებზე, მარტო გრძნობებზე იქნება. რას გრძნობს? აუცილებლად რატომღაც ეს ამ ენერგიებში ვარ. მე ჩავიფიქრებ თქვენთან ერთად, ხო, მოდი. ჩაიფიქრე თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი. აუცილებლად ხო რა მინდოდა მეთქვა. პირად კონსულტაციებზე ხოლმე რომ მირეკავთ ძალიან გთხოვთ მესიჯი დამტოვეთ WhatsApp, Viber-ზე, YouTube-ზე და ჩემი ტელეფონის ნომერი. აქ პირად შემწერთ და მე გამატებთ, ხო? რომ მირეკავთ ხოლმე, მაინც რომ პასუხობ და დამტოვეთ მესიჯი და მაშინ მეორე დღესვე აუცილებლად. იმავე დღეს თუ ვერა, მეორე დღეს აუცილებლად. ანუ მეორე დღეს აუცილებლად გავშლით. მოკლედ ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი და ჯერ ნახოთ თქვენი სიტუაცია. დავიწყეთ. სამ არკანს ამოვიღებ. ცნობები, რა თქმა უნდა, თუ დამჭირდა იცით ხო, ჩემი ამ რაიდერსაც დავამატებ, აუცილებლად. ცნობები. და ბოლოს რჩევა. დავიწყოთ, მოდი ჯერ დასტის ფონს არ შევხედავ. კი ბატონო, გაჩერებულ ურთიერთობას და ჩამოგრეულ ურთიერთობას ვუყურებ ეხლა ამ წუთას. ეტლი და კოშკი და ორიანი კვერთხები. ესე იგი რა ხდება და რა სიტუაცია ეხლა მე თქვენ გეტყვით. კი ბატონო, რაიდერში ეტლი გაჩერებულია, ნამდვილად და დროებით შეჩერებას ნიშნავს, დასრულებას არ ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, ვინც ჩემთან სწავლობს ტაროს კი იციან. აუცილებლად ეხლა ნახეთ რა სიტუაციას ვხედავ. ეს რაიდერის ეტლი, მაგრამ აი დანარჩენი დასტები, ნუ სხვადასხვა დასტაში, სხვადასხვა მნიშვნელობით არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რა ხდება აქ ჩვენ ტექსტურის ტაროში. ამ წუთას, კი ბატონო, გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი ველოდებით ხო ეტლს, მაგრამ აი სიტუაცია რომ ნელ-ნელა რაღაცა აი როგორ გითხრათ, დაძვრას რო იწყებს, აი ზვრას რო იწყებს, ნახეთ გაჩერებული, გაშეშებული სიტუაცია, რაც ეხლა თქვენთან ხდება, ნამდვილად დაპაუზებულ ურთიერთობას უყურებთ, მაგრამ ნახეთ აი ჩვენი ცხენები, შეხედეთ, ფეხები უკვე რო გადმოდგმული აქვს, უკვე ჯერ ისედაც რო ფეხი გადმოდგმული აქვს და ცხენს, ხო, არკანში, ის უკვე რაღაცის დაძვრას ნიშნავს. ამიტომ აი შეხედეთ, აი ეს გაჩერებული, ეს დასტაბილურებული, ესე მყარად გაჩერებული ურთიერთობა იწყებს ნელ-ნელა დაძვრას, ჩემო ძვირფასებო, აშკარად იწყებენ სვლას ეს ცხენები და მე ეტლს, რომელსაც მიყავს, ნახეთ როგორ აქვს ხელები პირდაპირ უკვე აი უკვე ვძრავთ, რომ უნდა წავიდეს იმ გზაზე, რა გზაზეც დავაყენეთ ჩვენი ეტლი, ხო? აი ამითი და აი ამ სიტუაციით მე ხარასაც უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ კოშკის არკანი აბსოლუტურად ჩამონგრეულ
მდგომარეობაში და გაჩერებულ მდგომარეობაშია თქვენი ურთიერთობა. ეტლის არკანი და პლუს ამას ორიანი კვერთხით, რომელიც უკვე ნელ-ნელა არჩევანის წინაშე და 50 გვაყენებს, ანუ იწყებს სვლას. ოღონდ რა კუთხით იწყებს? მე ამას გრძნობებში ვნახავ. შეიძლება პირიქით სულ დაასრულოს, შეიძლება პირიქით რაღაცა ანუ დაპაუზებული ურთიერთობა აღადგინოს და სულა გააგრძელოს, ხო? ორი ვარიანტი აქვს ეტლის. გაგრძელება, ოღონდ რა კუთხით გაგრძელება? ახალი კუთხით, ახალი ცხოვრებით თუ ახალი ადამიანით თუ პირიქით. აი ეს თქვენი გაჩერებული მდგომარეობა ნელ-ნელა დაძრას, რაღაც ახალი ხო რო გადაგვიარა გაბრაზება მაი ამ კოშკით როგორც ჩანს, ვიჩხუბეთ, რა ვიცი, აყალმაყალი თელი ამბები. ნელ-ნელა შეიძლება რაღაცა ცვლილებებისკენ მიდიოდეს და რაღაცა დაპაუზებული ურთიერთობის დასაწყისსაც ნიშნავდეს. ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რა თქმა უნდა, ახალ ურთიერთობას. ამიტომ ყოველთვის იცადეთ ხოლმე, რომ პირადში გადმოხვიდეთ. იქ ყველაფერი უკეთესად ჩანს და აი თვითონვე გაოცებულები არიან ხოლმე იმხელა განსხვავება საჯაროსა და პირად გაშლილს შორის. ამიტომ რო არ სკროლოთ ტყუილად და იმედები არ გქონდეთ ტყუილად, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით ცუდი კუთხით გქონდეთ საჯაროზე იმედი, შეიძლება პირიქით კარგი, მაგრამ იმიტომ ჯობია ხოლმე ყოველთვის პირადი კონსულტაცია. ნახოთ გრძნობებს ვიწყებ. აქ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გვაქვს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ბოდიშით აქ იყო ორიანი ხმალი, არჩევანი, ორიანი კვერთხები ვთქვი. აქაც ორიანი კვერთხი ამომდის, ესე იგი ორიანი დაიმახსოვრეთ, ან 4 რიცხვი, 4 დღე, აი ხო 4 კვირა შეიძლება, იმიტომ რომ ტაროს ვარაუდობს, ხო პროგნოზია სადღაც მაქსიმუმ 1 თვემდე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეხლა ნახეთ რა ხდება. მიჯაჭვულობა არის, რაც ძალიან მომწონს, ჯერჯერობით მიჯაჭვულობა ისევ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სრულყოფილი იყავით ერთად. აი, როგორ გითხრათ, რო ავსებდით ერთმანეთს და ნუ ხო მოხდა რაღაცა, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია, მაგრამ გრძნობებში მინდა გითხრათ, მიჯაჭვულობა რჩება, რაც ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მიჯაჭვულობა ერთგვარი, რა თქმა უნდა, აქ ინტიმური ურთიერთობასაც გულისხმობს, აუცილებლად იყო აქ ინტიმური ურთიერთობა, თუ არ იყო ეს თქვენი ვარიანტი არ არის. იმიტომ რომ ინტიმურ ურთიერთობაში მიჯაჭვულობა არის დარჩენილი და იშვიათი, ესე იგი, რასაც თქვენ აძლევდით, იმას სხვა ქალი ვერ მისცემს. სექსი ისეთი რაღაცა, კი ბატონო, გაივლის და იმასთან იქნება, იმასთან, მაგრამ აი ეს მიჯაჭვულობა, რასაც თქვენ ინტიმური ურთიერთობის დროს აძლევდით, აბსოლუტურად სხვა, რა თქმა უნდა, ხო, ხვდებით სხვა კონტექსტში ვსაუბრობ, სხვა რაღაცას, ანუ აძლევდით, როგორ ეხა სექს შეიძლება ყველასთან გქონდეს, მაგრამ ის თავარი იმპულსები, რასაც თქვენ ეძლევდით, ეს არ აქვს და ეს დარჩენილი აქ, იმიტომ ეს მიჯაჭვულობა ძალიან კარგია და მომეწონა, მინდა გითხრათ. ნახოთ ეხლა კიდევ, ხო, კიდევ ერთხელ გრძნობები და ჩემო ძვირფასებო, აქ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 4-იანი ხმალი არის ბოლო მესამე არკანის დასასრულს და 4-იანი ხმალი რაღაც ეტაპზე დასვენებას ნიშნავს. მე ვფიქრობ, ეს არის ურთიერთობის შესვენება. ეხა ეს რო ამოსულიყო სხვა არკანებთან ერთად ვიტყოდი, რომ შეიძლება დასრულებას ნიშნავს, არ ვფიქრობ დასრულებას, იმიტომ რომ პენტაკლის ტუზით და იმპერატრიცად აქ თქვენ იმპერატრიცას ახალი შანსი გეძლევათ. ნიშნულობა არ აქვს თქვენ, ეხა არ მინდა ესე მოვიხსენიო, მაგრამ თქვენ თქვათ იმას ცოლი ყავდა, არ ყავდა, გაშორებულები ხართ, არა კი ბატონო, შეიძლება თქვენც დაშორებული ხართ, ის დაშორებულია, მაგრამ ურთიერთობას ეძლევა ახალი შანსი და ის იყო დროებითი განტვირთვა, მე ვფიქრობ და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს თქვენ ერთად ჩავიფიქრეთ სხვათა შორის და არ ვიცი, აი საოცარი ენერგიები მომდის აი ამ დაპაუზებულ ურთიერთობას რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, ფორმატით მიეცემა სახე და მე ვფიქრობ, რომ ერთგვარად აი მიჯაჭვულობამაც გამოიწვია, სექსუალურმა მიჯაჭვულობამ, რომ ვერ გივიწყებთ, როგორც ჩანს, ეს გრძნობები არის, იმიტომ ვთქვი, ნახეთ, ეტლის არკანი ხო შეიძლება ახალი არა ჩემო ძვირფასებო, თამამად შემიძლია გითხრათ, აქ ახალი არავინ და არაფერი არ არის, პირიქით თქვენ ურთიერთობას ეძლევა ახალი შანსი, ძალიან გამიხარდა და იმპერატრიცად როგორც გიყურებთ, უბრალოდ ეს იყო დროებითი შესვენება, რაღაცები დაიწყება, აუცილებლად დაიწყება წინსვლები, ამაზე რა თქმა უნდა პირადში უნდა გადმოხვიდეთ, რომ ნახოთ, ხო იქნება თქვენმა გადადგათ, ნაბიჯი იქნება პირიქით იმან. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ პირადი, ეხა ამ თემას მით უმეტეს პირადი ყველა ვარიანტში დაჭირდება, ის ცოდეთ, იმიტომ რომ ეხა შეიძლება მე რო გითხრათ, რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი პირიქით, არ შეიძლებოდეს, ანუ ყველას ინდივიდუალურია რა და საჯაროზე კიდე ხა 2000 კაცი რო უყურებს, ვერ რეზონირდება. ხო, TikTok-ზე ხა ბოლო მაყურებელი იყო 4500 თუ 5 რაღაცა. ამიტომ
ყოველთვის ეცადეთ, რომ პირადში გადმოხვიდეთ ძალიან საინტერესო გაშლა, ძალიან საინტერესო ენერგიებით შემოვედი, მე ვფიქრობ თან დილიდან და ძალიან კარგი განწყობით, მით უმეტეს ორშაბათი დილა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე გირჩევთ სასწრაფოდ პირადში გადმოხვიდეთ, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში შეიძლება თქვენი რაღაც შეშველება დაჭირდეს, ამიტომ უნდა ვნახოთ. რა ძალიან მაგარია და მომეწონა გრძნობები, ვნახოთ კიდე. კი ბატონო, აქ დაელოდეთ შეტყობინებაც მოდის, შეიძლება თქვენგანაც მოხდეს ისე, რომ შეტყობინება უნდა წავიდეს, აი იმიტომ გითხარით რა პირადი ჯობია ყველაფერს და მინდა გითხრათ, აი აქ რასაც ყურებდი დასტის პოსტიდან რომ გითხარით ჯერ არ ვაქცევ ყურადღებას, თქო, ცხრიანის პენტაკლში აი კარგად რაღაცა დადებითი ენერგიებით, კარგ სიტუაციებით შემოდის ეს პირადი ურთიერთობა, ანუ აღდგება ურთიერთობა კი ბატონო, კი რაღაცეების საწყის ეტაპს შეიძლება დაუბრუნდეს, აქ ერთი შანსი კიდე ეძლევა ურთიერთობას, ოღონდ მე ამას ვერ გეუბნები, თქვენ უნდა დაელოდოთ თუ უნდა გადადგათ ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის საჯარო და ფიზიკურად მართლა ეხა არ მინდა რომ აი სწორად მინდა გაიგოთ, მიხვდით? იმიტომ რომ შეცდომა რატო უნდა დაგაშვებინოთ, იქნებ თქვენ არ უნდა გადადგათ ნაბიჯი. ყველა სიტუაცია არის ინდივიდუალური. მაგრამ ფაქტია, აქ რაღაცები ძალიან კარგი იწყება, დაპაუზებული სიტუაცია ისევ ისე აღდგენას იწყებს თავს. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი პერიოდი იყო გაანალიზებისთვის, კარგად გადაანალიზა და ისვენა ამ ადამიანმაც, თქვენს დაისვენეთ და აქ ურთიერთობას ერთი შანსი უნდა მიიღეს. ნახოთ რჩევაში. ხო, რჩევაში ეხა მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ მაგი ხართ. და ძალიან ბევრი როგორც ჩანს კოლეგაც მიყურებს, ძალიან კარგი და გეუბნებათ, მიუხედავად იმისა, ეს კრიზისი, რაც თქვენ გაიარეთ, ჩავარდნილი კრიზისისა, მიუხედავად აი ამ პერიოდებისა, 4-იანი თასები, 5-იანი პენტაკლი, აი ურთულეს პერიოდი გაიარეთ, რომ აღარაფერი აღარ გინდოდათ, რომ აღარაფერი აღარ გიხაროდათ, შფოთვით რო იღვიძებდით, შფოთვით რო იძინებდით, ანუ აი ვერაფერს რო ვერ ვერდებდით გულს, დაახლოებით ამ სიტუაციას უყურებ, მაგრამ ნახეთ რას ნიშნავს მაგი მანიპულატორი და მანიპულაციები ჩაირთვება. არ ვიცი, მისი მხრიდან მოხდება, შეიძლება ხო ხვდებით, ის კი არ გითხრათ, რომ ხო მე დავაშავე და ბოდიში, არა, კაცებს ხო იცით უჭირთ ხოლმე. ну მამაკაცებო, ვინც მიყურებთ საპირისპიროდ მოირგეთ, იხდიან ბოდიში, მაგრამ ну მაინც რაღაცა ლაითად და შეიძლება რაღაცა მანიპულაციები ჩართოს. შეიძლება პირიქით თქვენი მხრიდან იყოს საჭირო მანიპულაციების ჩართვა, ამიტომ ამაზე პირად ვერ გეუბნებით, კი ბატონო, გადმოგზავნით პირადში და ვნახოთ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იდეალურად გვიმთავრებს მაგი დღევანდელ გრძნობებს და გაშლას, ძალიან საინტერესოა. აქ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, ოღონდ ახალ ადამიანთან არა, ნამდვილად ამას 100%-ით გეუბნებით, რომ ეს იწყებს ნელ-ნელა სვლას, ეტლიც იწყებს სვლას, ეს მიჯაჭულობაც გვეხმარება, იმიტომ რომ ინტიმური ურთიერთობა რო გვეხმარება ყველაფერში და ურთიერთობას ეძლევა ახალი სიტუაცია, იმიტომ რომ იმპერატრიცა ხართ მისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ქალბატონი ხართ, გაშორებული არა, გაშორებული, ქმრიანი არა, მიხვდით? იმპერატრიცა ხართ, იცით რას ნიშნავს? იმპერატრიცად, როდესაც აღგიქვავთ, იქ წერტილი ქურუმი და იმპერატრიცა, ხო, ორი ქალბატონი გვყავს. ნუ ეხა გააჩნია სად როგორ დაგვიჯდება, შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგი, საწინააღმდეგო ქალებიც იყვნენ, ეხა ისეც ხო ვიცით. ამიტომ ზუსტად და სწორად მინდა რომ გაიგოთ. შესაბამისად, რას გთხოვთ სამყარო, ვიყოთ მაგი, მანიპულატორული თვისებები ჩავრთოთ, მანიპულატორული თვისებები ბოდიშით. ამიტომ რომ ეს თხოვს, მას თხოვს და თქვენ უნდა დაელოდოთ, თუ თქვენ გთხოვთ და თქვენ უნდა დაურეკოთ, ამაზე აუცილებლად პირადში. ყველა ვარიანტში პირადში, აი დასრულდება თუ არა გაშლა, გადმოგზავნით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეხლა ნახავთ, ამაზე ძალიან დიდი ამბავი იქნება პირად კონსულტაციაზე ხოლმე ჯერისდაც მერე წვენით იმ წუთშივე უნდათ, იმ წუთში ფიზიკურად ვერა, იმ დღესვე თუ არა მეორე დღეს აუცილებლად ვშლი. ამიტომ გადმოგზავნით ჩემო ძვირფასებო პირადში და ვნახოთ ყველაფერი და შევხედოთ სიტუაციებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ეს გაშლა, მე თვითონაც ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ და იდეალურად დამიჯდა და ორშაბათი დილა მშვენივრად დაიწყო. ამიტომ დადებითი განწყობა შემოიტანეთ, დადებითი ემოცია შემოიტანეთ, ნუ ვიტირებთ, ნუ ვიქვითინებთ, ხო არა უშავს, მეც გავიარე, ვიცი რას ვიძახი, იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, შესაბამისად, ესე იგი სიტუაცია ძორას იწყებს, მაგრამ როგორ ძორას იწყებს და ვისგან პირველი ნაბიჯი და ვინ როგორი ადამიანია, ხო არ ვიცი, ჩავშლი და ვნახავ პირადში, ჩემო კარგებო. ეხლა დაგემშვიდობებით, მე ყვალხართ ყველა, გადმოგზავნით პირადში, TikTok-ზე პირადში მწერთ და მე გამატებთ WhatsApp Viber-ზე, ხოლო იმაში
YouTube-ზე გავიტიშე. YouTube-ზე იმაში ვიდეოს ბოლოში ჩემ ტელეფონის ნომერი დადებული და იქიდან გადმოხვალთ პირდაპირ და მომწერთ და დამიტოვებთ შეტყობინებას, ოღონდ არ დამირეკოთ, ძალიან გთხოვთ, ფიზიკურად ვერ ვპასუხობ ზარებს. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით.